სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, იმდენად ამოუცნობია, რომ ლეგენდის მიხედვით უდიდესმა ფილოსოფოსმაც კი, სოკრატემ, ცხოვრების ბოლოს განაცხადა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი. თუმცა არსებობს ისეთი რაღაც, რასაც ყველა ის ადამიანი გრძნობს, ვინც სამყაროს პულსაციას უსმენს. რაზეც ყველაფერს, ფილოსოფიას, რელიგიას თუ მეცნიერებას ერთი პასუხი აქვს. ყველაფერი გარშემო ხილული თუ უხილავი, ურთიერთკავშირშია და ერთმანეთზეა დამოკიდებული. ადამიანის როგორც ამ ერთი მთლიანი სისტემის ორგანული ნაწილის, ნებისმიერი ქმედება მთელს გარემომცველ სამყაროზე აისახება. პირველად სიტყვა ენერგია არისტოტელემ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში იხმარა. თუმცა ადამიანებმა ენერგიის სხვადასხვა წყაროს გამოყენება ბევრად ადრე დაიწყეს. ენერგიის პირველ წყაროს ცეცხლს ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში ჰომო ერექტუსმა მიაგნო. მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწაზე მიმდინარეობს ენერგიის სხვადასხვა ფორმების გარდაქმნის და დაგროვების პროცესები. ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორებიცაა ქვანახშირი და ნავთობი, უხსოვარი დროიდან ჩვენი პლანეტის წიაღში დალექილი მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისგან წარმოიქმნა. დღეს ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის რესურსებია დარჩენილი დედამიწაზე. თუმცა კაცობრიობა მათ განუზომლად უფრო სწრაფად მოიხმარს, ვიდრე წარმოქმნისთვის არის საჭირო და შესაბამისად მსოფლიოს მარაგი შესაძლებელია ამოიწუროს. მზე, ქარი და წყალი კი ისეთი ენერგორესურსებია, რომლებიც სანამ დედამიწა იარსებებს, არ ამოიწურებიან და მუდმივად განახლდებიან. 4000-3500 წლის წინ მესოპოტამიაში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და ჩინეთში ადამიანებმა წყლის ენერგიის ათვისება დაიწყეს. 1000 წლეულობით გვიან კი ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში წყლის ბორბალი გამოიგონეს, რომელსაც დოლაბების ასამოძრავებლად და მარცვლეულის დასაფქვავად იყენებდნენ. ევროპაში პირველი წყლის წისქვილები მე-3-4 საუკუნეებში გამოჩნდა, თუმცა მას ფართო სამეწარმეო განვითარება არ მოჰყოლია. წყლის ბორბლის მსგავსად ქარის ბორბლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1000 წლეულობით ადრე გამოიგონეს, რომელსაც სპარსეთში, ეგვიპტესა და ჩინეთში წყლის ამოსატუმბად და მიწის მოსარწყავად იყენებდნენ. ევროპაში ქარის წისქვილები მე-12 საუკუნიდან გავრცელდა, მაგრამ ქარის სიჩქარის ცვალებადობიდან გამომდინარე, მის მუშაობას სისტემატიური ხასიათი არ ჰქონდა. მე-18 საუკუნემდე ენერგიის ძირითად წყაროს წყალი წარმოადგენდა. თუმცა საუკუნის ბოლოს ორთქლზე მომუშავე ძრავის გამოგონებით მსოფლიო ისტორია შეიცვალა და ახალი ერა დაიწყო. ჯეიმს ვატის ორთქლის ძრავას ინდუსტრიული რევოლუცია მოჰყვა, როდესაც კაცობრიობამ ბუნებრივი რესურსების მექანიკურ ენერგიად გარდაქმნა დაიწყო. მე-19 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში გაზის მოპოვება დაიწყეს და ქალაქები გაზის გარე ლამპებით გაანათეს. 50-იანი წლებიდან კი ნავთობის პირველი საბადოები გახსნეს. მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მაიკლ ფარადეის, ალექსანდრე ბეკერელის, რუდოლფ კლაუზიუსის და სხვათა ექსპერიმენტებმა და ნაშრომებმა სითბოზე, როგორც ენერგიის ერთ-ერთ გამოვლინებაზე, ხელი შეუწყო ენერგომაგნიტური ველების კვლევას, რამაც 1879 წელს ტომას ედისონი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიიყვანა. მან ელექტრონათურა შექმნა. ამ პერიოდიდან იწყება მსოფლიოს ელექტროფიკაცია. ერთი წლით ადრე კი 1878 წელს ოგიუსტენ მუშომ პარიზში მზის ენერგიაზე მომუშავე ძრავის პრეზენტაცია მოაწყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ქვანახშირზე ფასის მკვეთრი ვარდნის გამო მზის ენერგიამ მომხიბლელობა დაკარგა. მე-19 საუკუნის მიწურულს ნიკოლა ტესლამ ცვლადი დენის სისტემები წარმოადგინა. 1895 წელს კი ნიაგარის ჩანჩქერთან პირველი ჰიდროელექტროსადგურის აგების პროექტი განახორციელა, რაც ცვლადი დენის საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა. 1910 წელს კი ჰენრი ფორდმა ტომას ედისონის დახმარებით ელექტროსისტემაზე მომუშავე ქარხანა შექმნა და ავტომობილების მასობრივი წარმოება დაიწყო, რაც ელექტროფიკაციის ინდუსტრიული ხასიათის მიღებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა იყო. 1913 წელს კი ფრენკ შუმანმა
ნილოსის სანაპიროზე მზის ენერგიის მიმღები და გადამამუშავებელი აპარატის პრეზენტაცია გამართა, მაგრამ მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ნავთობსა და ქვანახშირზე მოთხოვნა გაიზარდა. შუმანის აპარატი კი დაინგრა და დავიწყებას მიეცა. შედეგად ომის დროს ყველა სფეროს ამ საწვავებზე მორგებამ შეუქცევადი გახადა ბუნებრივი რესურსების წარმოების ზრდა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ატომური ელექტროსადგურები შეიქმნა, რომლებიც მალე იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც ააშენეს. რამდენიმე ავარიამ, რომელიც ატომურ ელექტროსადგურებზე მოხდა, კაცობრიობა დაარწმუნა ატომური ენერგეტიკის შემცირების აუცილებლობაში, რამაც ეკოლოგიისთვის დადებითი შედეგები გამოიღო. 1970-იან წლებში მომხდარმა საწვავის კრიზისმა კი კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს ალტერნატიული ენერგეტიკის აუცილებლობა, რასაც 80-იან წლებში გაეროს რეზოლუცია მოჰყვა. სამწუხაროდ მიუხედავად თითქმის ყველა ქვეყნის მიერ გაცხადებული პოლიტიკისა, შეამციროს საწვავის მოხმარება და CO2-ის გამოფრქვევა ატმოსფეროში 2006 წელს მსოფლიო ისტორიაში ნავთობის ყველაზე მაღალი მოხმარება დაფიქსირდა. ამის შემდეგ კი ის თითქმის იგივე დონეზე რჩება. ოპეკი, მსოფლიოს ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყნების კავშირი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციად იქცა, რომლის მთავარი ამოცანა პრაქტიკულად ნავთობის მოპოვების ლობირებაა. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ნავთობის და გაზის რესურსები იწურება და დღეს დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სამყარო თითქოს შეიშალა და ლამის მთლიანად გადათხაროს პლანეტის ზედაპირი. ისეთი მზარდი ეკონომიკის ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია და სხვა, სულ უფრო და უფრო მეტი ოდენობით მოიხმარენ ბუნებრივ რესურსებს. ამ დროს კი კაცობრიობა სულ უფრო და უფრო შედის გლობალური დათბობის ეპოქაში. მაგრამ რა მოხდებოდა ადამიანებს ნავთობის, გაზის და სხვა ბუნებრივი რესურსების ნაცვლად? მზის ამოუწურავი ენერგიის გამოყენება რომ დაეწყოთ. როგორი იქნებოდა სამყაროს ტექნოლოგიური განვითარება და რა შეიცვლებოდა მსოფლიოს პოლიტიკურ წყობასა და ეკოლოგიაში? როგორი იქნებოდა ჩვენი დღევანდელი რეალობა? $1913 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა ფრენკ შუმანმა ნილოსის სანაპიროზე მზის ენერგიის მიმღები და გადამამუშავებელი აპარატი დააყენა და ეგვიპტის ხრიოკი მიწის წყლით მომარაგება დაიწყო. სწორედ ამ მომენტში ყველაზე ახლოს იდგა სამყარო ახალ გამოგონებასთან, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. რეალური ისტორიისგან განსხვავებით, ალტერნატიულ ისტორიაში პირველ მსოფლიო ომში არ ანგრევენ ფრენკ შუმანის მზის ენერგიის შემგროვებელ აპარატს და არც თავად გამომგონებელი ხდება ავად, რაც მას საკუთარი ტექნოლოგიის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადაპტირების საშუალებას აძლევს. ალტერნატიულ ისტორიაში შუმანი ახერხებს ბრიტანული და გერმანული სახელმწიფოების მიწვევის მიღებას და ამ ორ ქვეყანაში თუნდაც პატარა მასშტაბით, მაგრამ მაინც ნერგავს მზის ენერგიაზე მომუშავე საწარმოო შესაძლებლობების ზრდას. შუმანისა და მის პარალელურად სხვა ამერიკელი და შვეიცარიელი მეცნიერების წყალობით ხდება მზის ენერგიის ჯერ საპილოტო, ხოლო შემდეგ სრული მასშტაბი დათვისება. ამასთანავე სახელმწიფოები ენერგიის ამგზით მოპოვებას იმის გამოც დაიწყებდნენ, რომ ის ბევრად იაფიჯდებოდა, ვიდრე სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების ტრანსპორტირება, რომელიც საფრანგეთში, ბრიტანეთში თუ სხვა დიდ ქვეყნებშიც საზღვარგარეთიდან შექონდათ. შესაბამისად, რეალურ ისტორიაში ნავთობის მოპოვება გადამუშავების ბუმის დროს, ალტერნატიულ ისტორიაში სამყარო მზის ენერგიის მიღებითაა დაკავებული. ალტერნატიულ ისტორიაში ამოუწურავი მზის ენერგიის გამოყენებას არამხოლოდ ენერგეტიკის კუთხით ექნებოდა უდიდესი ეფექტი, არამედ საზოგადოების ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან გარდაქმნებს შეიტანდა. მზის ენერგია უნივერსალური ენერგიის წყაროა, რომელსაც კონკრეტული ლოკაცია არ გააჩნია და არ ეკუთვნის რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, განვითარების საწყის ეტაპზე ამ ენერგიის მოხმარებას მხოლოდ ის ქვეყნები შეძლებდნენ, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიების გაგების და ადაპტირების საშუალებები ექნებოდათ.
შეერთებულ შტატებს უკავია საკმაოდ დიდი ტერიტორია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა მსოფლიოში. მას აძლევს ამის საშუალება, შესაბამისად როგორც ექსპერიმენტულ ეტაპზე, ასევე შემდეგ გამოყენების და ტრანსფერების ეტაპზე შეიძლება მას ყოფილიყო მოწინავე ამ მიმართულებით. თუმცა ევროპა ასევე გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი მეცნიერულ პროგრესში და შესაბამისად იგი შეიძლება ყოფილიყო ასევე ერთ-ერთი პოტენციური წყარო უფრო აქტიური და ინდუსტრიული გამოყენებისა ამ ტექნოლოგიას. ის რო სიტყვაზე ვიღაცამ თქვას რომ მზის ენერგიით, ალტერნატიული ენერგიით არ შეიძლება თქვა დიდი სიმძლავრეები ამუშაო, არ შეიძლება იმიტომ რომ არ უფიქრია ამაზე კაცობრიობას და ამ მიმართულებით ტექნიკური მიღწევები არ გაუკეთებია. აი წინა 100 წელი რომ ამ მიმართულებით გვემოძრავა, მაშინ რა მოხდებოდა? აი ამაზეა საუბარი. თანდათანობით მთელი მსოფლიო შეძლებდა მის ათვისებას, ისევე როგორც რეალურ ისტორიაში მოხდა რკინიგზის, საკომუნიკაციო თუ სატელევიზიო საშუალებების ათვისება. ხოლო თუ მსოფლიოს ქვეყნები საკუთარი მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკმაყოფილებას თავადაც შეძლებდნენ, აღარ იქნებოდა ქვეყნებს შორის დღევანდელობის მსგავსი განსხვავებები ენერგიისადმი წვდომაზე. აღარც ისეთი ქვეყნები იქნებოდნენ ენერგიის წყაროს მთავარი მესაკუთრეები, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ირანი, კუვეიტი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, მექსიკა, ვენესუელა და სხვა, რაც რადიკალურად შეცვლიდა არსებულ რეალობას. მე მინდა თქვა რომ ძალთა ბალანსი სავარაუდოდ, იმიტომ რომ მრავალი ფაქტორი მოქმედებს პოლიტიკურ კლიმატზე მსოფლიოში, სავარაუდოდ იქნებოდა უფრო სამართლიანი. უფრო თანასწორი გადაწილება იქნებოდა მატერიალურ კეთილდღეობას და შესაბამისად პოლიტიკურ გავლენას შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ სხვა სახელმწიფოებს აღარ მოუწევდათ საკუთარი ენერგოუზრუნველყოფისთვის ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებში შეჭრა, ან სხვა მეთოდებით მათი გაკონტროლება, ემბარგოს დადება და ასე შემდეგ. აღარც რუსეთს მიეცემოდა იმის საშუალება, რომ საკუთარი უზარმაზარი რესურსების წყალობით პოლიტიკურად ეყიდა მსოფლიოს დიდი ნაწილი და პირველ რიგში მეზობელი ქვეყნების მიმართ, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრესიული პოლიტიკა გაეტარებინა. რუსეთისათვის ეს იქნებოდა რა თქმა უნდა კატასტროფა. ბუნებრივია, იმიტომ რომ რუსეთის შემოსავლების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს ენერგორესურსების რეალიზაციიდან შემოტანილი, ასე ვთქვათ, თანხები. დაახლოებით 40-45% არის რუსეთის ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის რეალიზაციიდან შემოტანილი თანხები. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არაბეთის ქვეყნებში, ბუნებრივია, არაბები დარჩებოდნენ იმ დონეზე, რომელიც იყვნენ 18 საუკუნის ბოლოს, ანუ იცხოვრებდნენ კარვებში და ასე ვთქვათ, ქვიშაზე იბლიდნენ აკლემებით და ეხლა აღარ იქნებოდა ის სათამჯენები და ეს საოცარი ქალაქები. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აი მაგალითად როგორც შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები უпроსტად, მათ ნაკლები პრობლემები შეექმნებათ, იმიტომ რომ მათ ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის რესურსების, ასე ვთქვათ, წილი არის შედარებით მცირე, ვიდრე აი ამ ქვეყნებში. ალტერნატიულ ისტორიაში გარდა იმისა, რომ მზის ენერგიის მომპოვებელ სადგურებს ცალკეულ ქვეყნებში აშენებდნენ, ასევე მოხდებოდა ისეთი ტერიტორიების ათვისება, სადაც მზის სხივი მთელი წლის განმავლობაში შეუზღუდავია. სავარაუდოდ ყველაზე დიდ მზის ენერგიის მიმღებ სადგურებს ააშენებდნენ საჰარისა და არაბეთის უდაბნოებში და ისეთ მუდმივად მზიან ადგილებში, რომლებიც არ წარმოადგენენ არც ერთი სახელმწიფოს ინტერესის სფეროს და არც დასახლებულები არიან. ამ გამოუყენებელი ტერიტორიების ათვისების შემთხვევაში, რომლებიც კაცობრიობის საკუთრება გახდებოდნენ, მთელი მსოფლიოს ენერგომოხმარება დაკმაყოფილდებოდა. შესაბამისად, ალტერნატიულ ისტორიაში რეალურისგან განსხვავებით, მილიონობით ადამიანი არ მოხვდებოდა ნავთობის, ამ ეგრეთ წოდებული შავი სისხლის მონობის ქვეშ. როდესაც მომპოვებელი ქვეყნის მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, ნავთობის, გაზის თუ ქვანახშირის რესურსების გამო. და აღარ სხვადასხვა სახელმწიფოებს ექნებოდათ შანტაჟის საშუალება ენერგიის მიწოდებასა თუ გაძვირებაზე. ვინაიდან ნავთობი არის ამოწურვადი რესურსი, ისევე როგორც ქვანახშირი და სხვა ნახშირწყლოვანი საწვავი. შესაბამისად, დღეს ბრძოლა გადარჩენისათვის, ბრძოლა ფინანსებისთვის არის გაცილებით უფრო დაძაბული, გაცილებით უფრო მწვავე და აგრესიული, ვიდრე ეს იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ გვექნებოდა, ადამიანური, ასე ვთქვათ, მასშტაბით ამოუწურვადი მზის ენერგიის გამოყენების საშუალება. რეალურ ისტორიაში ქვეყნებს შიგნით ბუნებრივი რესურსების ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო. უდიდესი ნაწილი კი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ბუნებრივ რესურსებზე დიდმა მოთხოვნამ ქვეყნებში მონოპოლიები გააჩინა, რომლებიც მცირე ადგილობრივი ან უცხოური ელიტის ხელში აღმოჩნდნენ. ადგილობრივმა ელიტებმა შეძლეს საკუთარი სიმდიდრის პოლიტიკურ ძალაუფლებაში გადაზრდა და ქვეყნებზე სრული კონტროლის მოპოვება, მაგალითად საუდის არაბეთი, ერაყი და სხვა, სადაც უზარმაზარი სიმდიდრით ძირითადად ერთეულები სარგებლობენ და არა მოსახლეობა. ასეთივე მდგომარეობაა უცხოური კომპანიების შემთხვევაში, როდესაც ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ექსპლუატირებას ახდენენ და თავად ქვეყნებსაც საკუთარი სიმდიდრიდან მინიმალური პროცენტი რჩება. ალტერნატიულ ისტორიაში კი გამომდინარე იქიდან, რომ მზე ყველასთვის თანაბრადაა, ასეთი ტიპის მონოპოლიებიც აღარ იქნებოდა. ეგრეთ წოდებული მზის ინჟინრის ოგიუსტენ მუშოს სიტყვებით რომ თქვათ, მზე ყველგანაა. შესაბამისად, არა მხოლოდ ქვეყნებს შორის შეიცვლებოდა ურთიერთობები, არამედ მათ შიგნითაც და შესაძლებელი იქნებოდა მეტი თანასწორობის მიღწევა. ასეთი ხელმისაწვდომი ენერგიის კონტროლი, როგორც არის მზის ენერგია, ბუნებრივია ვერ მოხდებოდა სამთავრობო თუ ოლიგარქიული მონოპოლიების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში ამის შანსი მათ ნაკლები იქნებოდა, შესაბამისად, სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით ქვეყნებში შიგნით ბალანსი იქნებოდა გაცილებით უფრო მომგებიანი, უფრო დემოკრატიული, უფრო თავისუფალი, ვიდრე არის დღეს. არსებულ რეალობაში ქვეყნებს შორის კონფლიქტების და ომების უმრავლესობა ბუნებრივი რესურსების გამო ხდება, რომელთა ფლობაც გაცდა ენერგეტიკის სფეროს და პოლიტიკურ იარაღად იქცა. განსაკუთრებით მწვავეა ასეთი ტიპის კონფლიქტები აფრიკასა და აზიის ტერიტორიებზე, სადაც ნავთობისა თუ გაზის საბადოების მოპოვებისთვის მიმდინარეობს არა მხოლოდ ომები, არამედ მოსახლეობის სრული გენოციდი. მზის ენერგიით გაჯერებული სამყაროს ალტერნატიულ ისტორიაში კი ერთიანობის და ურთიერთკავშირის იდეა უფრო მძლავრი იქნებოდა, რადგან ენერგორესურსი ადამიანების დაპირისპირების ნაცვლად მათი თანამშრომლობის საკითხი გახდებოდა. საერთო ენერგიის წყარო ხომ ერთობის გრძნობას გააჩენდა. შესაბამისად არ მოხდებოდა ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებელი სისხლისღვრები. ისეთი საშინელებები როგორებიცაა ჩაკოს ომი პარაგვაისა და ბოლივიას შორის, პერლ-ჰარბორში იაპონიის ამერიკაზე თავდასხმა, დარფურის კრიზისის სახელით ცნობილი ტრაგედია სუდანში, ერაყ-ირანის ომი და სხვა მრავალი. მე ვფიქრობ, რომ ამიერკავკასიაშიაც არ იქნებოდა ეს კონფლიქტები და ეს სისხლისღვრა, რომ არსებულიყო, თქვათ, იგივე აზერბაიჯანის ნავთობის საბადოები და გაზის საბადოები, შუა აზიის ნავთობის საბადოები და გაზის საბადოები და ასე შემდეგ. იგივე აფრიკის კონტინენტზე არ იქნებოდა ესეთი დაძაბულობა, სადაც ჩინეთი ცდილობს, ასე ვთქვათ, მოიგდოს ხელში იქ არსებული, ასე ვთქვათ, რესურსები და იქ ტომური დონეზე მიმდინარე, ასე ვთქვათ, ეთნიკური დაპირისპირებების და სისხლისღვრების, საშინელი კატასტროფული სისხლისღვრების, სწორედ იმ რესურსებისთან არის დაკავშირებული, რომელიც არის ნიგერიაში მაგალითად და სხვა აფრიკულ ქვეყნებში. და ასე შემდეგ. არ იქნებოდა ვენესუელაში ეს გამოსვლები და რევოლუციური მოძრაობები და ასე. შედარების სიმშვიდე იქნებოდა. თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემა ტერორიზმია, რომლის დამფინანსებლებად ხშირად ნავთობის მაგნატ არაბ შეიხებს მიიჩნევენ. ალტერნატიულ ისტორიაში ისინი ვეღარ ახერხებენ ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების მფარველობას და მომარაგებას. არსებულ რეალობაში ავღანეთიდან ლიბიამდე სივრცე მსოფლიოს მშვიდობისთვის ყველაზე საშიშ ზონად ითვლება. ალ-ქაიდა თუ სხვა ტერორისტული ორგანიზაციები საფრთხეს უქმნიან პირველ რიგში ამ რეგიონს და შემდეგ მთელ მსოფლიოს. ამის გამო ხდება სხვადასხვა სამხედრო ინტერვენციები თუ შიდა სისხლიანი დაპირისპირებები. ალტერნატიულ ისტორიაში კი იცვლება დამოკიდებულება ამ რეგიონის მიმართ. და აღარც დასავლურ ქვეყნებს აქვთ ინტერესი სამხედრო პოლიტიკური ჩარევის თუ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის, რაც ერთის მხრივ უმძიმესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეორეს მხრივ კი უფრო და უფრო ამწვავებს ისლამურ სამყაროსა და დასავლეთ შორის დამოკიდებულებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ისტორიაში, სადაც ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება არ ხდება, არ მოხდებოდა არც 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში და არც 11 მარტის მადრიდში.
სადაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. არსებულ რეალობაში ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნების შემოსავლების უდიდესი ნაწილი ამ რესურსების გაყიდვიდან მოდის. მათი ეკონომიკის დანარჩენი სექტორები კი თითქმის მკვდარია და აღარ სხვა ტიპის განვითარება ხდება. ძალიან ცნობილი ფენომენია, ბევრ მეცნიერულ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ, რომ ბუნებრივი რესურსით მდიდარი ქვეყნები უფრო იმ პირობებში თუ აქ დემოკრატია არ დგას თავის სიმაღლეზე, უფრო ნელა ვითარდებიან, ვიდრე ბუნებრივი რესურსით ღარიბი ქვეყნები. ეს მარტივი მექანიზმია იმდენადაც სამართლის და დემოკრატიის არარსებობის პირობებში კორუფციის დონე უფრო მაღალია და კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და შესაბამისად საზოგადოების კეთილდღეობა შენელებულია. ესეთი მექანიზმი არის და ეს მექანიზმი დადასტურებულია ძალიან ბევრ ცნობილ სამეცნიერო გამოკვლევაში. ალტერნატიულ ისტორიაში ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი ქვეყნების ეკონომიკა და სოციალური ცხოვრება არ იქნებოდა დამოკიდებული მხოლოდ ამ რესურსებზე. შესაბამისად, ისინი შეეცდებოდნენ მეტად განევითარებინათ ეკონომიკის და კულტურის სხვადასხვა სფეროები და ადამიანებიც მეტი მიღწევებისა და აღმოჩენებისკენ წაეხალისებინათ. დღევანდელ რეალობაში რთულია მეცნიერების, კულტურის თუ სპორტის სახეობაში მაგალითად გამოჩენილი არაბი მოღვაწე მოიძებნოს, ან ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რეგიონში, რომელიმე სამეცნიერო დისციპლინა განსაკუთრებულად განვითარდეს. ალტერნატიულ ისტორიაში კი ეს ქვეყნები გარკვეულწილად იძულებულები იქნებოდნენ ამ მიმართულებებზეც ეზრუნათ, რაც მსოფლიოს კულტურულ და სამეცნიერო საზოგადოებას ახალ მიღწევებს და ახალ სახეებს შემატებდა, თავად ქვეყნებს კი მეტ აღიარებას მოუტანდა. შესაბამისად, მსოფლიოც ბევრად თანაბრად განვითარებული იქნებოდა, ვიდრე ის არსებულ რეალობაშია. ალტერნატიულ ისტორიაში, სადაც სამომხმარებლო ენერგია უნივერსალური და ყველასთვის ხელმისაწვდომია, არ იარსებებდნენ მულტიმილიარდიანი კაპიტალის მქონე ენერგოკომპანიები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ხელისუფლებებზე და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს გადაწყვეტილებებშიც ერევიან. არსებულ რეალობაში მიუხედავად ამ კომპანიების უამრავი დარღვევებისა თუ უკანონო ქმედებისა, მათ კომერციულ საქმიანობას საფრთხე არასდროს ემუქრება. ალტერნატიულ ისტორიაში კი ენერგოკომპანიები ვერ შეძლებდნენ სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკუთარი სასურველი პოზიციით დალაგებას და ვერც გარემოს დაბინძურებას ყველანაირი პასუხის გარეშე. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ სიტყვაზე არსებობენ ადამიანები, ჯგუფები, მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაც მითი არის კლიმატის ცვლილება და კლიმატის ცვლილებაზე არ აქვს ზეგავლენა ადამიანის საქმიანობას. თუმცა, როდესაც სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ ამ მეცნიერებს აფინანსებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან ნავთობ კომპანიებისგან, იმისათვის, რომ გამოიცეს ასეთი ეგრეთ წოდებული სამეცნიერო სტატიები, თითქოს კლიმატის ცვლილებაზე არავითარ ზეგავლენას არ ახდენს წიაღისეული საწვავის მოპოვება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ მოხდებოდა ამ კომპანიების უშუალო ჩარევები სამეცნიერო სფეროში, სადაც ისინი ცდილობენ შეაჩერონ ახალი აღმოჩენები, ან მინიმუმ ბაზარზე არ დაუშვან ისეთი გამოგონებები, რომლებიც მათ პროდუქციას, კონკურენციას გაუწევს. შესაბამისად, არ დაიმალებოდა და არ გაქრებოდა უამრავი სამეცნიერო ტექნოლოგიური აღმოჩენა და გამოგონება. პირიქით, მათ განვითარების შანსი მიეცემოდათ, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სრულიად ალტერნატიულ, ბევრად უკეთეს სურათს მოგცემდა. დღეს ჩვენ ვიცხოვრობდით ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც არ ფერხდება პროგრესი და სადაც პოლიტიკა გარე გავლენისგან თავისუფალია. ჩვენ არ ვიცით არა მხოლოდ ის თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი, არამედ ისიც იქნება თუ არა საერთოდ ჩვენი პლანეტა მომავალში საცხოვრებლად მისაღები. ეს სიტყვები არ არის რომელიმე მხატვრული ნაწარმოებიდან. ეს სიტყვები გაეროს გარემოს დაცვის სააგენტოს მოხსენებიდანაა. დღეს ჩვენ გლობალური დათბობის საუკუნეში ვცხოვრობთ და კაცობრიობა მიმართულია ის ეკოლოგიური მდგომარეობა მაინც შეინარჩუნოს, რაც ამ მომენტის მოცემულობაა. კლიმატური მდგომარეობის ცვლილებამ დედამიწის უძველეს მხარეებს სახე უცვალა. დნება ფუძიამა და არქტიკის მარადყინულოვანი ნაპირები. იმ კრიტიკულ მომენტამდე მივიდა გლობალური დათბობის საკითხი, რომ ეს უკვე ადამიანების ჯანმრთელობაზე და საერთოდ გლობალურ კლიმატზე აისახა.
აი თქვენ თვითონ აკვირდებით ალბათ როგორი საშინელი პროცესები მიდის დედამიწაზე. იგივე ვთქვათ, გააქტიურებით იმ ეკოლოგიური კატასტროფებით, წყალდიდობებით, აი ამ საშინელი ქარიშხლებით და ასე და ასე. უზარმაზარი ზარალია ეკონომიკურ თვალსაზრისით. ადამიანის სხერფლია უზარმაზარი და ასე შემდეგ. 2050 წლისთვის ნავარაუდები 9 გრადუსით ტემპერატურის ზრდა და შესაბამისად წყლის დონის მომატება კი ისეთი ქალაქების უდიდესი ნაწილის წყლის დაფარვას გამოიწვევს, როგორებიცაა როტერდამი, ჰონგ-კონგი, ნიუ-იორკი, ვენეცია და სხვა. ეს იმის ძალიან მცირე ჩამონათვალია თუ რა ზიანი მოაქვს გარემოსადმი გამოყენებით დამოკიდებულებას. ჩვენი ცხოვრების კრედო ხომ ბუნების მოხმარება გახდა და არა მასთან ჰარმონიული თანაარსებობა. დღეს ჩვენ მოკლევადიანი მიზნებისთვის მეტი ენერგიის მისაღებად ჩვენი მრავალფეროვანი და ულამაზესი გარემოს უზარმაზარ შესაძლებლობებს ჩვენსავე მოწინააღმდეგედ ვაქცევთ და კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ საკუთარ მომავალს. ალტერნატიულ ისტორიაში კი ამოუწურავი მზის ენერგიის წყალობით ჩვენ შევძლებდით ბალანსი დაგვეცვა ჩვენი და დედამიწის არსებობას შორის და ბევრად მწვანე პლანეტაზე გვეცხოვრა. გადაგვერჩინა ტყეები გაჩეხვას, ქალაქები და სოფლები წყალდიდობებს, მაღალმთიანი რაიონები მეწყერებს. გადაგვერჩინა უამრავი ფრინველი და ცხოველი განადგურებას და რაც მთავარია, შეგვენარჩუნებინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. თუ კი აქამდე მოვიდოდით ჯერ ქვანახშირის ხოლო შემდეგ უკვე ნავთობპროდუქტების აქტიური გამოყენების გარეშე, იქნებოდა გაცლებთ უფრო ჯანმრთელი, გაცლებთ ნაკლებ აგრესიული და გაცლებთ უფრო თანასწორუფლებიანი და თავისუფალი, ვიდრე არის დღეს. არ იქნებოდა ალბათ ასეთი მსხვილი ქალაქები, 20-10 მილიონიან ქალაქები და მოსახლეობა უფრო თანაბრად იქნებოდა გადანაწილებული, ნაკლებად იქნებოდა დაცარიელებული სოფლები. არ იქნებოდა საფრთხის წინაშე მყოფი ეთნოსები და ენები. შეიძლება საერთოდ არ არსება მაგალითად იუნესკოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ენების ატლასი. მეტი სიყვარული იქნებოდა, რა თქმა უნდა, ბუნების მიმართ და ბუნების მიმართ სიყვარული ნიშნავს ადამიანებს შორის სიყვარულის, ასე ვთქვათ, უფრო მაღალ დონეზეც ყოფნას. ამიტომ მას ძალიან კარგი საზოგადოებრივი შედეგი ექნებოდა და ჩვენ უფრო ჰუმანურები და კეთილები ვიქნებოდით, ვიდრე ვართ. ჩვენ შემოგთავაზეთ ის ალტერნატიული რეალობა, სადაც კაცობრიობამ უარი თქვა დედამიწის ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე და აქცენტი ამოუწურავი მზის ენერგიის გამოყენებაზე გააკეთა. კაცობრიობა ხომ მზის ენერგიის ათვისებასთან ბევრად ახლოს იყო, ვიდრე ნავთობის მოპოვების მასობრივ წარმოებასთან. სამწუხაროდ სხვადასხვა ობიექტური, სუბიექტური თუ კომერციული მიზეზების გამო ამ იდეას განხორციელება არ ეწერა. ასეთმა ენერგომდგომარეობამ თანამედროვე ცხოვრების ეთიკა და კაცობრიობის დღევანდელი სახე შექმნა, რომელიც კონსუმერულ მოთხოვნებზეა ორიენტირებული და დავიწყებული აქვს გარემოსთან ჰარმონიული თანაარსებობა. ალტერნატიული სამყარო კი ბევრად მწვანე, უსაფრთხო და თანასწორია, თუმცა ყველაფერი დაკარგული ჯერ არ არის. ჩვენ შეგვიძლია ალტერნატივა ვაქციოთ რეალობად, სადაც მომავალი უკეთესია და არა ამოუცნობი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! რომ არ დაშლილი იყოს ზემოდან საბჭოთა კავშირი არანაირი დამოუკიდებლობის ვერც რეფერენდუმებით და ვერც მიტინგებით ვერ მოვიპოვებდით. ქართველების ხელით დაანგრიეს საქართველო. ძალიან დიდი სიბრძნე და გამოცდილება იყო საჭირო იმისათვის, რომ ეს თავიდან აღიცილებოდა. თუ კი არ ენდომებოდათ ჩვენი რადიკალიზაცია 9 აპრილს მოუწევდნენ მშვიდობიან გამოსავალს. საშიშროება რეალურია. მაგრამ რა მოხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გზა სხვანაირი რომ ყოფილიყო. იყო შანსი რომ ჩვენ გვეპოვა საერთო ენა მაგალითად აფხაზებთან. თუ ვინმე მოინდომებს ამ შეშმარიტების ვაგვარად წარმოქმნას არ მოუწევს. აფხაზიერი არ არსებობს.